საყვარში უკვე მე-14 დღეა გოგონას ეძებენ ოჯახის სახელმწიფოს უმოქმედობაში ადანაშაულებს. დაკარგულია აითა ჯმამედოვა. მისი ბიძა იხსენებს, რომ 21 წლის გოგო 1 აპრილს დაახლოებით ღამის 12 საათზე გაუჩინარდა. მისი კვალი მშვიდობის ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან იკარგება. აითაჯის ბიძაშვილი ახლობლები საკუთარი ძალებით ცდილობენ გოგონას მოძებნას ოჯახი ძებნაში დახმარების თხოვნას აპირებს აზერბაიჯანის ხელისუფლებისთვისაც. ამასთანავე გეგმავენ აქციაში და განსაკუთრებით სამინისტროსთან მედია საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ ყოველდღიურად მიმდინარეობს მდინარე მტკვრის მონიტორინგი და სამძებრო სამუშაოებში ჩართულია წყლის საშუალებები, მყინთავები, მიმდინარეობს კალაპოტის დათვალიერება. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის მცდელობამდე მიიყვანას გულისხმობს. ძალიან ცუდი სიტუაცია, არავინ გვეხმარება. ამბავი 1 აპრილს მოხდა. დაბადების დღეზე წავიდა და აღარ დაბრუნდა. ამბობენ, რომ წყალში გადახტაო, მაგრამ ზუსტად არ ვიცი. თავად ვცდილობთ მოვძებნოთ, არავინ გვეხმარება. პოლიციაც არაფერს აკეთებს, მეუბნებიან, როცა რამე გამოჩნდება და მივაკლებთ, ჩვენ თვითონ დაგიკავშირდებითო. გოგო იყო თავისი მეგობრების დაბადების დღეზე და იმ ღამე არ ვიცით რა მოხდა და მოვიდა თბილისში ერთ-ერთი ხიდთან და გადახდა ხიდთან და დატოვა თავისი პირადი ნივთები იქ ადგილზე. უკვე დღეს ორ კვირა არის ეწებენ, ასევე მშობლები და ოჯახის სხვა წევრებმა აღნიშნეს, რომ ამ დღის განმავლობაში მიმდინარეობდა პასიური ძებნა და თვითონ არიან ჩართული ამ პროცესში, თავისი პირადი ნივთებით. ოჯახის წევრები კი არიან თვითონ აქტიურად ამ ძებნის პროცესში და ბოთლებით შედიან მტკვარში და ვისე ეწებენ, აპირებენ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციის გამართვა, უნდათ რომ მინისტრმა მაინც გაიგოს რა ხდება და იქნებ დაეხმაროს მათ.